წავიდეთ ერთი დღით კახეთში. არ დაგვავიწყდეს კეპი, ვიც მე ვამბარდის ფერზედას და ერთი გამოსასვლად მაინც მიმაქვს, რა თქმა უნდა, ჟაკეტი და ეს შლაქსის შარვალი, რომელიც გამოიყურება აი ესე. ფეხზევიც მე ვამსავალე გასვლისთვის ნაყიდ, ფეხსაც მას დადღეს დავტესტავ როგორია. კი არ მიყვარს ესეთი დრაგუნები, მაგრამ ნახოთ როგორი იქნება. ამასობაში გავიკეთე მაკიაჟიც, ამინდი არის იდეალური. ამიტომ დროა წავიდეთ და ჩემდას კი იცნობთ. ჩვენ მივდიოდით მანავში და დრო დაახლოებით დაგვჭირდა, მაქსიმუმ 2 საათი. როგორც კი ვენახები გამოჩნდა, მივხვდით რომ უკვე ახლოს ვიყავით მანავის მწვანე ტბებთან. და როგორც კი მივედით, დაგხვდა ესეთი საყვარელი ძაღლი, რომელსაც ქვია ზორო. კახეთში მისვლა და ღვინის დეგუსტაცია ერთი იყო უგემრიელესის, ტრადიციულად ქვევში დაყენებული. ჩვენც დავილოცეთ და გავაგრძელეთ ლოკაციის დათვალიერება. სანამ კაიაკებით გავისეირნებდით, გადავწყვიტეთ რომ დაგვითვალიერებინა უკანა ეზო, სადაც ჰქონდათ ვენახები და ასევე ბალი, ალუბალი, ალუჩა, რომელიც იყო უგემრიელესი, იმიტომ რომ ყველაფერი გავსინჯეთ და მქონდა ულიმიტო გასინჯვის შესაძლებლობაც. ეს თეთრი ბალიც აი უგემრიელესი იყო და ნახეთ რამდენი ასხია და დაუბრუნდით უკან და დროა გავისეირნოთ კაიაკებით. გამოყირებების კი მეშინოდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შემდეგ წავედით თხების სანახავად და ამთხამ რომ გამომხედა, მეც გავხედე და ესე მეკავა მე რქებით. თვითონ სჭირდებოდა დახმარება, ამიტომ მოვაყუჩე ესე. შემდეგ ვისროლეთ რაღაცები, მაგრამ მოკადრებს სამწუხაროდ ახლა აქ ვერ ჩავსვა და ესეც ზორო, რომელსაც ესე ყოველ ჯერზე როცა მოფერებას მივუტოვებდი, მანიშნებდა რომ კვლავ გამეგრძელებინა. ეს კი მოშინაურებული ჰამლეტია, ყვავი. დავაგემოვნეთ შემდეგ ესეთი მოცვის ან მოცხარის არაყი, რომელიც იყო უგემრიელესი. ცოტა გავიკადავეთ კიდევაც ქვევრების ფონზე და რა თქმა უნდა, ამათ უნახავად არ წამოსულვართ კახეთიდან. მე კი გამიკვირდა სხვა რაღაცები როგორ არ ვნახეთ, მაგრამ ამან არ დაგვწყვიტა გული. შემდეგ ცოტა რომ მოსაღამოვდა ჰამაკში, წამოვკვათ რეალდი მზის ჩაცვლაც ვნახეთ. ეს კი გიტარა, რომელიც საღამოს ესე ლამაზად აგიზგის და სხვათა შორის არის მაყალი. ახლა კი დაგამშვიდობებით, კარგად.